იძინებს ჩიკაგო და იღვიძებს მაფია. ეს გაგაცნობთ ილინოისს, მაგრამ უფრო ჩიკაგოს. გაიცანთ შტატი ილინოისი, რომელიც მდებარეობს აქ. ესაზღვრება ინდიანას, კენტაკის, მიზურის, აიოვას და ვისკონსინს. მოსახლეობა არის 12 მილიონი დოლარი. 12 მილიონი მოსახლე. ცნობილი ქალაქები არის სპრინგფილდი, იგივე დედაქალაქი არის ილინოისის, მაგრამ აქ არ გიჩევთ შესვლას. ბლუმინგტონი, რომელსაც, რა ვიცი, არც აქ არ გიჩევთ. პიორია იგივე, აქაც არ გიჩევთ. და ჩიკაგო მეგობრებო, სიდიდით მესამე ადგილზე არის ამერიკის ქალაქებში. ჩიკაგოზე დიდი არის მხოლოდ ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი. და ეხლა გაკაიფოთ. ილინოისის მოსახლეობა ხო არის 12 მილიონი. ჩიკაგოსი არის 9 მილიონი. ანუ წარმოიდგინეთ, ჩიკაგო რო არ ყოფილიყო, ილინოისი ეყოლებოდა 3 მილიონი მოსახლეობა. იკაიფე? მოასწარი? კაი, ეხლა ვეღარ იკაიფებ, იმიტომ რომ საწვავის ფასი რეგულარი ღირს 4.31 რეგულარი, ანუ ფლორიდაში $4 იყო, იმაზე გავგიჟდი და აქ 4.31 იყო, ბიჭო. და დიზელი ღირს 5.45. და ჩიკაგოში იცი რა ღირს? 5.85. თქვენას გეჭუბებით რა თქვენ ბრალია. აბრევიატურები არის ეს. და ზიპკოდები იწყება ესე. 60-62. ბარემ გეტყვით, ჩიკაგოს ზიპკოდები იწყება 60-ით, მაგალითად აი ესეთი ზიპკოდები აქვს. ტოლებსაც შეეხება. ილინოისი, დაბლა, უტოლო არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ და ისევ ჩრდილოეთში, ჩიკაგოს მხარეს არის საშინლად დიდი ტოლები. 92 და 90 მაგისტრალი. ხო არის ტოლიანი, ანუ ფასიანი. ასევე თვითონ ჩიკაგოც არის ფასიანი, თან საშინლად ფასიანი. რაღა ნიუ-იორკი და რაღა ეგ. პოლიციას გამოირჩევა სიმკაცრით, ტოპ 7 ყველაზე მკაცრ პოლიციაში შედის ილინოისი, თავიანთი მაღალი ჯარიმებით და გადამოწმებით. რით დავიმახსოვროთ ილინოისი? რა თქმა უნდა, ჩიკაგოთი ხო ნუ მარტივია. ახლა ჩიკაგოში იყო ჩიკაგო ბულსი გუნდი, ჩიკაგოში იყო ალ კაპონეთელი, მაფიეთელი ამბები, ასევე მარტო სახში, ყველასთვის ცნობილი, რავი, ამაზე ვარ გაზრდილი, გადაღებულია ილინოისში, ჩიკაგოსგან მოშორებით ოდნავ. მოკლედ, რაც კი ილინოისში ხდება, ყველაფერი არის ჩიკაგოს დამსახურება. ცუდი გინა, კარგი გინა, მისი ცნობადობა არის დამოკიდებული ჩიკაგოზე. ჩიკაგო რო არ ყოლოდა, ილინოისს დაუწერდი 10-დან 3-ს, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება საერთოდ ილინოისში. მაგრამ ეხლა დაუწერ 10-დან 4-ს, იმიტომ რომ ჩიკაგოც არ არის მთლად ანგელოზი. ჩამოვთვლი მინუსებს. საწვავი საშინლად დიდი, ან კომპენსაციას არ ახდენს იმის, რომ კარგი შეკვეთებია ძმა და არა უშავს ჩავასხავ. ტოლები საშინლად ძვირი. პოლიცია საშინლად დიდი ჯარიმებს წერს. ზამთარი საშინლად ცივი და შეკვეთები საშინლად ბევრიც არ არის რა. ბევრჯერ დაუღალატებია ბევრი დისპეჩერი ჩიკაგოს, ბევრჯერ ვერ გამოსვლან იქიდან კარგად ისე როგორც საჭირო იყო და პლუს მაგ ჩიკაგოსაც რო გაცდები, ილინოისში არაფერი არ ხდება საერთოდ, მართლა. დამიწყნარდეს ეგეთ ჩიკაგო თორემ გავცხე ერთი. თუ გიათ მეგობრებო, ამ მარათონის დასრულების მერე სხვა კი დამატებითი მარათონი მოუწყო. მაგალითად, აი Road 66 ცნობილი მაგისტრალი არის ძალიან, ჩიკაგოდან იწყებოდა და ლოს-ანჯელესში მთავრდებოდა. აი ძალიან ცნობილია. მთელი მაგისტრალი არის მუზეუმი, ჩათვალეთ რა. ამ მსგავსი ისტორიები, აი იქ მაფიაზე იყო, იქ მაგალითად ჯორჯიაში იყო საინტერესო